ჩინარ, სად ხარ? ქალბატონო, ღვედი შეიკარით თუ შეიძლება. ქალბატონო, ღვედი შეიკარით. კარგი. როდის ავფრინდებით? აფრენისთვის ვემზადებით. რა? მაშინ ჩავალ მე და ჩემი მეგობარი მეორე რეისით წამოვალთ. ხანგრძლივი პროცედურაა, თვითმფრინავს შეაჩერებთ. კარგი, სასიამოვნო ფრენას გისურვებთ. ჩინარ, სად ხარ? ოზან? ანტალიან დროს ძალიან ლამაზია. კარგად გავერთობით. ოზან, აქ რა საკეთებ? ანტალიაში მიფრინავ. რას ნიშნავს ანტალიაში მიფრინავ? ეს ჩინარის ადგილია, ველოდები, მან იყიდა ბილეთი. არა, ეს ჩემი ადგილია, ნახე. უკაცრავად, ერთი წუთით. შეიძლება ადგილი შევიცვალო. სამწუხაროდ ყველა ადგილი დაკავებულია, ქალბატონო. მართლა ყველა? კარგი. სანამ მოვფრინდებით, რამეს ხომ არ დალეო? ოზან, გაჩუმდი. შენი ხმის გაგონებაც არ მინდა, მანამ სანამ ანტალიაში არ დავფრინდებით. ჩინარი სად არის? იქნებ შემდეგი რეისით ჩამოვიდეს. ერკან. რეისი დამოგვიანდა. ახალი ბილეთი მიყიდა. სწრაფად. უახლოეს რეისზე მჭირდება ბილეთი. კარგი მადლობა, დროებით. Efendim? Gizmen? Evet. O me var. Benim. Annem Hande. Kalbadonu Hande dede çemeyen. Ne? Ara. Tamam geliyorum. Görgün oluyor ver. Çok teşekkürler. Ha Musa. Musa, Ozan nerede? komarici Ozani sad არის? Ak არ არის? Yok. არა, ადრე გამოვიდე სახლიდან, ოფისში ვნახე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. პენარმაც არაფერი იცის, შენთვის არ უთქვამს? არა, არ უთქვამს. Allah Allah. ღმერთო ჩემო, ტელეფონიც გამართული აქვს, სად უნდა იყოს? Neyse Musa. კარგი მუსა, თუ რამეს გაიგებ მითხარი, კარგი? აუცილებლად. Çınar seni şu an uçakta ჩინარ olman თვითმფრინავში არ უნდა იყო? Çağla ben... ჩაღლა რეისზე დავაგვიანე. Bir sonraki შემდეგ uçakta რეისზე sana- იყიდე ბილეთი. დაივიწყე ანტალია ჩაღლა. რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრა. მაგრამ ჯერ დამპირდი, რომ პანიკაში არ ჩავარდები. Ne oldu söyle. რა მოხდა მითხარი? Şimdi... წეღან დამირეკეს. დედა სასტუმროს ნომერში უგანო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში დაიყვანეს. რა, ჩინარ სიმართლე მითხარი? არ ვიცი არაფერი. არ ინერვიულა. ახლა გზაში ვარ და მივდივარ. Yoldayım gidiyorum. დაგირეკავ, კარგი? Tamam hangi კარგი hastaneye მითხარი, gidiyorsun? რომელს ავადმყოფოში ახლავე მოვალ. Hadi gitti. წავედი. Ne haber? როგორ ხარ? კარგად. შენ რომ დაგინახე, უფრო კარგად გავხდი. შეუძლებელია შენს გვერდში ცუდად ყოფნა, მაგრამ დედა თქუების უფლებას არ მაძლევს. თქვენსგან არ მახედებს. მეც უმრავ კითხვას მისვამს, სად მივდივარ, რომელზე დავბრუნდები და ასე შემდეგ. დედა ჩემიც ასე იქცევა. გვერდი გვერდ და ერთმანეთს ვერ უყურებთ. ასე რატომ ხდება? არ ვიცი. არა უშავს. მაინც ხომ ხვდებით. ო, ხვდებით. ესეც საკმარისია. შერეშვები. არაფერს. ელიფ. დედა, რა სტრაფია? ნუ დარბი ხარ. ტყივად, არ წაიქცე. მორბი ვარ. რა საკეთებ? არაფერს. აქ რა გინდა გაკვეთილზე არ მიდიოდი? მივდივარ. მე უნივერსიტეტში გაგიშვი. აქ რა საკეთებ? გაცივდა.
შენც მოხვედი? ხო, მიდი შეკვეთა წაიღე, გაცივდება. უბრალოდ მეგობარი ვნახე, მივესალმე და მივდივარ. ვისი შეკვეთა? ბიძია იბრაჰიმის. ბიძია იბრაჰიმი რამდენს ჭამს? ელექტროებით. წადი უნივერსიტეტში. ერთმანეთს არ ნახავთ. არანაირი დროებით. გაიგე მენექშე, დროებითო ჩვენ გამალულად შეხვდებიან ერთმანეთს. აბა დროებით რას ნიშნავს? ასე არ შეიძლება. ბავშვი გაკვეთილებზე გავუშვი და მაინც შეხვდნენ ერთმანეთს. ასე არ გამოვა მენექშე, რა ვქნათ? გეგმა ბ-ზე გადავდივართ. გეგმა ბ? რა გეგმა ბ? გადახვალთ? როგორ მეწყინა? ძალიან დამწყდა გული. რაიონიდან გადადიხართ? რა სისულელია? რამე უნდა მოვიფიქროთ ერთმანეთის მიმართ რომ გაცივდნენ. ამაზე არ შევთანხმდით? კარგი, არ არის საჭირო გადასვლა, რატომ იცი? იმიტომ რომ ეს რა ანტალიაში გაფრინდა. ვერც კი აგეხსნი როგორ გამეხარდა მოგეყვე? ზუმრუდ. ჩვენ ამ საქმეს ხელი მოვკიდეთ და ერთად უნდა მივაღწიოთ მიზანს. მაგრამ ასე არაფერი გამოვა. როცა ესრაზე ლაპარაკობ, შენი დახჯობა მიდება. კარგი, ნუ ბრაზობ და მელოდე. ძვირფასო მგზავრებო, ამინდი უარესდება. თქვენს ადგილებზე დარჩით და უსაფრთხოების ზღუდები შეიკარით, მანამ სანამ ინდიკატორი ანათებს. რა ხდება? ღმერთო ჩემო. დამშვიდობდი, ნუ გეშინია. არაფერი არ მოხდება. თუ გინდა ხელი მომკიდე. სიკვდილი მერჩევნია შენთვის ხელის მოკიდებას. ღმერთო. კარგი. რა, რას მეყურებ? ესე შენ მოაწყვე? რა ქენი პილოტს დაელაპარაკე? არა. მაგრამ კარგი იდეა. მე რატო ვერ მომიფიქრე? ოზან. ეს თვითმფრინავი რომ დაფრინდება, მე რას იზამ? ცოტას გავისეირნებთ. იოცნებე. ჩინარ. დედა როგორ არის? გთხოვ, მითხარი რომ სერიოზული არაფერია. არ ვიცი არავინ არ გამოსულა. რას ნიშნავს არავინ გამოსულა? რა ხდება? რა მოხდებოდა? დალია და გონება დაკარგა. წამლებს შეუძლია თუ უბრალოდ ბევრი დალი არ ვიცი. ნომერში რომ შევიდნენ, უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ალბათ დაცემის დროს თავი დაარტყა. ვერაფერი გავიგე, გუშინ კარგად იყო. რა დაემართა ამ ქალს? რა ვერ გაიგე ჩაღლა? ეს ხომ დედა რა გიგერს? ჩვენ ცხოვრებაში დაბრუნდა და სკანდალებიც დაიწყო. ჩინარ, დედა ჩვენს გამო ჩამოვიდა. თავის შვილებთან უნდა დაყოფნა. ჩვენ კი როგორ მოვიქეცით? სასტუმროში გავუშვეთ, მის გვერდით უნდა ყოფილიყავი. ბავშვები მშობლის აქციელს იმეორებენ. ახლა მამასავით ექცევი, ჩინარ. ჩაღლა, აბა რა უნდა გვექნა? ძალიან გთხოვ მითხარი. გონს მოდი ბავშვები კი არა, მშობლები უნდა ზრუნავდნენ შვილებზე. კარგი, მაგრამ ჩვენ დედას გვერდით უნდა ვიყოთ, გესმის? იმ ხალხს რომ ვერ მიესწროთ, რამე რომ მომხდარიყო, რა უნდა გაგვეკეთებინა? დედა სულ ასე გვექცევა. უნდა რომ თავი დამნაშავედ გვაგზავნინოს. ამით აღარ მოვტყუდები. ჩემი ბრალი არ არის ცხოვრებას რომ ინგრევს. ეს მისი ბრალია. კარგი, ჩინარ, ამაზე მე ვილაპარაკოთ. ჯერ დავწმუნდეთ, რომ დედას არაფერი სჭირს და მე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. მამა გეთილი იყოს. ეკო, ისმენ? ისი რომ ჩვენი სუნამო კარგად ეკედება? შვენიერია. 1000 წელი შემიგოთეს და დავთანხმდი. რას ნიშნავს დათანხმდი მამა, როგორ უნდა მოვასწროთ? ახლა რომ უბრალოდ თვლა დავიწყოთ, მაგასაც ვერ მოვასწრებთ. კარგი, ეკო, მშვიდად მოვასწრებთ. ყველა ჩემზე ლაპარაკობს. რას ამბობენ? ამბობენ რომ ამ სუნამოს ფორმულას მხოლოდ მე ვიპოვნიდი და სხვა ვერავინ. მართლა? ხო. ამბობენ რომ ჩვენი მენექშე სუნამოები ძალიან მალე იყიდება მაღაზიებში. ცნობილი პარფიუმერებიც კი ჩვენს წარმატებაზე საუბრობენ ეკო. და ჩვენს ზურგს უკან რატომ ლაპარაკობენ? მოვიდნენ, დავსხდეთ ვილაპარაკოთ, კონტრაქტი დავდოთ მამა, ამდენი მუშაობით დავიღალე. შემოვხედე აბა 15 კილოგრამი დავიგელი. კარგი და მშვიდობდი, ყველაფერი კარგად იქნება. გადავწყვეტე იმპერია შევქმნა. იმპერია.
იმპერია. საღამოს კაფეში იყავი, კარგი? კარგი, მამა. ერთი ამას შეხედეთ. კაცს ჯერ წარმატებისთვის არ მეუღწევია და უკვე გააფრენა. კი, დედა, ჩავ ფრენდი. ახლა სასტუმროში მივდივარ. ფრენამ როგორ ჩაიარა? უაზრო დეტალებს თუ არ გავითვალისწინებ, ძალიან კარგად. ალბათ ახლა არ ცალია. კარგი, მე ვილაპარაკოთ საყვარელო, დაგირეკავ. კარგი, დედა, დაგირეკავ. თავს გაუფრთხილდით და მამა მომიკითხე. კოცნით. ეს რა მანქანის ბოლო მანდ მთავრდება, უფრო შორს ვერ დაჯდები. უგეშენია. რატომ უნდა მეშენოდეს? ან რატომ უნდა გაგექცე? ვინ გონია საკუთარი თავი? ვცდილობ დავისვენო, მოვდუნდე. მაგრამ არ მაცდი. და საერთოდ მაინტერესებს, რა სიზამ, როცა ჩინარი გაიგებს ამ ამბავს. ჩინარი ვინ არის? ნეტავ რა მოხდა, რატომ დააგვიანა? წავალ და მთავარ ექიმს დაველაპარაკები. ისე ვერ გავჩერდები, არავინ არაფერს ამბობს. კარგი. ეს რა? ჩინარ. თხოვმა პატია, ვერ დაგირეკე. ჯერ ისე დავაგვიანე. მერე დამირეკეს, რომ დედა საავადმყოფოშია. ახლა მასთან ვარ. დედა, შენს რა დაემართა? კარგად ხარ? რა მოხდა? კლასიკური დედა. ისე ვუგონოთ დათვრა და გონი დაკარგა. დაეცა თავი დაარტყა. ახლა საავადმყოფოში ვარ. ექიმს ველოდებით. ჩინარ, ძალიან წუხარი, ჩემი ძლე შენი დახმარება. არა, არაფერია. აქ მივხედავ დედას და მერე ანტალიაში ჩამოვფრინდები. კარგი, თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. დროებით. რა მოხდა? ჩინარის დედა საავადმყოფოში წაიყვანეს. რაღაც დაემართა. მართლა რამე სერიოზულია? არ ვიცი, ახლა საავადმყოფოში არიან. მგონი გონება დაკარგა. გამარჯობა. ოზან სათხარ, დილიდან გირეკავ და ვერ დაგიკავშირდი. დედა საავადმყოფოში წაიყვანეს, მეც აქ ვარ და ველოდები. ვიცი ეს რამ მეთხრა. ეს რამ გითხრა? რა? სათხარ, ოზან. ანტალიაში. ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ჩინარის იმედად ვერ დავდოვებდი. მე რატომ არაფერი ვიცი? შეგეძლო გეთქვა. ვერ ვიჯერებ, რომ თავი არ შეიწუხე და საქმის კურსში არ ჩამაყენე. ჩაღლა, მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი? იმიტომ დაგირეკე, რომ დედა შენზე ვინერვიულე. რა მოუვიდა? ალკოჰოლისგან მოიწამლა. ველოდებით, იმედია კარგ ამბავს გეტყვიან. ოზან, გადმოგირეკა. კარგი. მადლობა. დიდხანს არ დაისვენოთ, ადგილი დავნიშნე. 2 საათში სასტუმროს რესტორანში ვხვდებით. ბატონო ოზან, ჩინერის ჩამოსვლამდე თათბირის დანიშვნა არასწორი საქციელია, არ მეთანხმებით? ეს რა? გონი დაგავიწყდა, მაგრამ შეგახსენებ, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მე ვარ. მმართველი მე ვარ და როგორც შენი უფროსი გეუბნები, რომ 2 საათში სასტუმროს რესტორანში უნდა ჩამოხვიდე და მორჩა. გამარჯობა, ოზან კორფალი. კარგი ამბავი მაქვს, კრიტიკული ეტაპი გავიარეთ, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მადლობა ღმერთს. მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ. არ ვიცი, რასთან გვექნება საქმე, როცა გონს მოვა. დაველოდოთ და ვნახოთ. წარსულს ჩაბარდეს. მადლობა. დიდი მადლობა. ესეც კარგია, არა ჩინარ? არ ვიცი, ჩაღლა. ხომ გაიგიქიმ, რა თქვა. უნდა დაველოდოთ. სხვა რა გზაა. ეს რას დაურეკავ დავეთყვე. ჩინარ. ახლა ხანს ოზანს ველაპარაკე. მერე? ანტალიაშია.
ანტალიაში ხო, თქვა რომ ასეთ პროექტს ვერ განდობდა. Benim aklım უკვე ღიზიანდები. ვერ ხვდები რა სჭირს. ყველაფერში ხალხს რატომ იშლის? ეს გამაგალდა. Ben სუფთა ჰაერზე გავაკარგი. ოლჯეი, გამარჯობა. შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ორი ადამიანის ფოტოები მჭირდება. მაინტერესებს რა საკეთებენ და რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან. და კიდევ, სასტუმროს კამერების ჩანაწერები მჭირდება. შეგიძლია მეთხრავის შეუძლია დახმარება. რამეს მოვიფიქრებ ჩაღლა ხომ ესე კვლავ განმაქვს კონტაქტები, მაგრამ ცოტა ძვირი დაჯდება. ფული პრობლემა არაა. თავარია ის გააკეთო, რასაც გთხოვ. დროებით. სხვა ქალაქში ჩამოვედი, რომ აღარ მენახა. და აქაც გამოყვა. ჩემს გაგიჟებას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა. ცდილობ არ გავგიჟდე მოსა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. თურმე ჩინარის გარეშე თათბირი არ უნდა დამენიშნა. არა და თვითონ ჩემს ზურგს უკან რაღაც გეგმა ჰქონდა. არა მოსა, ზოგჯერ ადამიანს უნდა აჩვენო ვინ არის უფროსი. ამბობენ ზედმეტი სიმორცხვეც არ ვარგაო. აი ასე. ვერ გავეკეცი. თურქეთის მეორე ბოლოში წავედი და აქაც გამოყვა. სხვა პლანეტაზე რომ წავედი, ალბათ იქაც წამოვა. თუ ფიქრობს, რომ გული მომილბება, ძალიან ცდება. აი ნახავს. არ წამოვალ მოსა. არ წამოვალ, სანამ ესრას თვალებში პატარა იმეც მაინც არ დავინახავ. პატეება უნდა დავემსახურო. ნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ძმაო, კარგად მსჯელობ. თავარია ესრა და არც მონა რომ სტამბოლში დაბრუნდეს. მარტო ესეც მეყოფა რომ მოგილოცო. ეგ გადაწყვეტილია მოსა. ესრა ჩემთან ერთად დაბრუნდება სტამბოლში. აი ნახავ. hadi bakalım. ვნახოთ. ზეინო, კეთილი იყოს. მადლობა მოსა. რა მაგარი ადგილია, თავის სხვა სამყაროში მგონია. თუ გინდა შემიძლია ყველაფერი დაგათვალიერებინო. ძალიან გამეხარდა რომ დამირეკე. ოზანი არ არის და ვერც გამავალ. სიამოვნებით დავლევდი სადმე ყავას შენთან ერთად, მაგრამ ოფისის ყავაზე დაგპატიჟებ. ორი ფილტრიანი ყავა. ჩემი მეგობარი აქ რომ მუშაობდა, მაშინაც ვერ მოახერხე მოსვლა. ახლა კი სხვა ქალაქში გადავიდა. Resmen çekti gitti kız ya. გონით ყოველად ნერვიულობ. შენი მეგობარი შეიძლება ნებისმიერ წუთს დაბრუნდეს. როგორ? ხო. Bir dakika sen ერთი წუთით. რაღაც იცი, მითხარი რა იცი. მოგიყვები. მადლობა. მადლობა. ახლა რა სიზამ რომ გითხრა, რომ ოზანი და ესრა ანტალიაში არიან მეთქი. რას ამბობ, მართლა? ო გაგიჟდა. და უკან დაბრუნებას ესრას გარეშე არ გეგმავს. ხო, შენი უფროსი მართლა გაგიჟდა მოსა. çok yanlış. ძალიან ცუდად მოიქცა. ესრა ძალიან გაბრაზებულია და მართალიცაა. მართალი ხარ, მაგრამ ამჯერად ჩემი უფროსის მოჯერა. მოდი. Göreceğiz. ვნახოთ. გამარჯობა. Merhaba. Esra Hanım. ქალბატონი ესრა არა? დიახ, ესრა ერთენი. მე ზეინები ვარ. კეთილი იყოს. Çok memnun oldum. მადლობა. სასიამოვნოა. როგორ გრძანდებით? Teşekkürler. მადლობა, კარგად. Ozan Bey geliyor. ბატონი ოზანი მოვიდა. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. Lütfen rahatsız არ olmayın. შეწუხდეთ, დაბრძანდით. Arkadaşlar ნება tanıştırayım. მომეცით გაგაცნოთ ქერემ გურსუი. კეთილი იყოს. ჩემთან ერთად მუშაობდა სტამბოლში. Bundan sonra ახლა კი ანტალიაში გადამოვა საქმეების სამართავად. Ozan Bey biz ბატონო ოზან, ჩვენ ბატონ ჩინარს ველოდებოდით. დიახ, ბატონო ოზან, სწორედ ამას გეგმავდით. Çınar Bey'in ბატონმა ჩინერმა იცის? Yok. არა ბატონმა ჩინარმა Çınar Bey არ oldu. იცის. Çünkü Kerim მაგრამ Bey bu ბატონი konuda ქერემი Çınar Bey'den ბევრად çok გამოცდილია ამ daha საქმეში. iyi. Ankara ანკარაში და იზმირში ნამუშევარი აქვს. გილოცავთ. მადლობა. ქალბატონო ესრა, თქვენ აქ დარჩებით? Hayır. არა. Maalesef სამწუხაროდ ქალბატონი ეს რა ქვერ დარჩება, რადგან სტამბოლში უფრო გუჭირდება. Kendisi bizim ჩვენთვის için çok- მნიშვნელოვანი კადრია. O zaman benim მაშინ აქ აღარ გჭირდებით.
სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. იელ სამუშაოს გისურვებთ. მადლობა. მეგობრებო, როგორც გითხარით, ყველაფერზე პასუხისმგებელი ბატონი ქერემია. ჩვენი აპლიკაციის დაფუძნებას ანტალიაში 1 წლის პერიოდში გეგმავთ. აღარ გავაგრძელებთ და სიტყვას ბატონ ქერემს გადავსემ. დეტალებზე ის დაგელაპარაკებათ. ბატონო ქერემ, გთხოვთ. იელ სამუშაოს გისურვებთ. ეს რა გასაკეთებ? შენ რა საკეთებ, ოზან? ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. მივიღებ. ეს რა მე არ ვიცი ხვდები თუ არა, მაგრამ მე ჩემს კომპანიას ვმართავ. ჩინარ საკავრობის ხელმძღვანელად ვერ დავტოვებ, ვერ შეძლებს. მე რატომ არ შეიძლება დარჩე? შემეშვით, ჩემს საქმეს გავაკეთებ, აქ მინდა დარჩენა. სტამბოლში გჭირდები. ვის ვჭირდები? კონკრეტულად ვის ვჭირდები სტამბოლში? ვის? ეს რა მე კომპანიის მომმართველი ვარ და მე გადავწყვეტ ვინსად იმუშავებს. გასაგებია? ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო. მოკლედ საღამოს კორპორატიული ვახშა მეიქნება. ქერემის მავა და მე ვილაპარაკოთ. როგორც მიბრძანებთ, ბატონო ოზან. არ გიბრძანებ, გთხოვ ქალბატონო ესრა. ბავშვებო, მაპატიეთ. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. დიდი ხანი აღარ დამელებია. ალკოჰოლს შევეშვი. მაგრამ ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს. ყველაფერი კარგადაა, დედა, ჩვენ აქ ვართ. სახლში წაგიყვან, სასტუმროში აღარ დარჩები. შენს გვერდით ვართ, არა? უკეთ გამოიყურები. წარსულს ჩაბარდეს, მე გავალ. ჩინარ, სად მიდიხარ? ანტალიაში ჩაღლა. შენს კამარს უფლებას არ მევსამ, ყველაფერი გააფუჭოს. ჩინარ უკვე გააფუჭა. დილით ბატონ ფერხატს ველაპარაკე. ოზანი დირექტორთა საბჭოს წევრებს დაელაპარაკა და ანტალიაში ხელმძღვანელად ბატონი ქერემი დანიშნა. როგორც ხვდები, ყველა მხარი დაუჭირა. ვერ ვიჯერებ. მადლობა ჩაღლა. ძალიან დიდი მადლობა. ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე? რატომ არ მითხარი ოზანი ჩემს ზურგს უდან რომ მოქმედებდა? ჩინარ, მეც არ ვიცოდი. როცა დედა ასეთ მდგომარეობაში იყო, სიტუაციის გარკვევას ვერ დავიწყებდი. ჩაღლა, დედა ყველაზე კარგად გრძნობს თავს და მიჯერე. შენს დედა ჩემზე კარგად. ამას როგორ ამბობ, ვერ გაიგე, რა თქვა ექიმმა? კუჭი ამოურეცხეს, კარგად როგორ იქნება? ძალიან ბევრჯერ გამომივლია ეს პერიოდი ცხოვრებაში და ავიღალე. აღარ შემეძლია, ხელში ამოვიდა. მე ამ ქალის თამაშების უკვე აღარ მჯერა. ასეთი უგულო როგორ ხარ? ჩაღლა, უგულო არ ვარ. უბრალოდ დედას აღარ ვენდობი. ახლა ოზანის პრობლემას ქმნის, მაგრამ არ იდარდო. ამის უფლებას არ მევცემ. დირექტორთა საბჭოს მოვიწვევ. ჩინარ, სისულელეს ნუ ამბობ. ოზანმა კომპანია ნულიდან ააშენა. შენ კი უფროსი შვილი ხარ, რომელიც გუშინ სტაჟიორი იყო. რომას დაუჯერება შენ თუ ოზანს? ნუ იქცევი გათაფხედებული ბავშვით, რომელმაც თამაში წააგო. წავაგე, მიზეზი შენი ქმარია. რას აკეთებს ეს რას გვერდით? სულ მის ირგვლივ რატომ ტრიალებს? რატომ არასდროს შორდება? ოზანი იქ საქმის გამო წავიდა. საქმეს არა? ან შენ ხარ გულუბრყვილა, ან იდიოტი გოგონი ვარ. ოზანს არ აინტერესებს ანტალიის პროექტი. ორივემ კარგად ვიცით რა არის მისი რეალური მიზანი. ეს რა ქორწინებაა? ამ ყველაფერს როგორ თანხმდები? ჩემი ქორწინება მხოლოდ მე მეხება, ნუ ერების სხვის საქმეში. კეთილი იყო შენი ფეხის ზრდასრული ადამიანების სამყაროში. აქ გათავხედებული ბავშვების ადგილი არ არის. ყველას აქვს თავისი ცხოვრება. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, რაღაცეები გაითვალისწინე. იქნებ ყოველთვის სხვების და დანაშაულებას მოეშვა. დედას ემსგავსები ჩაღლა. ფრთხილად იყავი. ძალიან გაბრაზებული ვარ ოზანზე. უკვე აღარ ვიცი რას ვეუბნები და როგორ ვიქცევი. ისე გააკეთა ყველაფერი, რომ შემეყვარდა. გრძნობაზე გრძნობით უპასუხა, მე რა გააკეთა? სხვა მოიყვანა ცოლად. კარგი, ამასაც შევეგუე. მივიღე. სხვა ქალაქში გადმოვედი, რომ მოვშორებოდი. მაგრამ ესეც არ დამაცადა, ანტალიაში გამომყვა. უნდა რომ სტამბოლში დავბრუნდე. თავს არ მანებებს. რა ვქნა? ძალიან დავიღალე ამ მდგომარეობით. აღარ შემიძლია. ვერ ხვდები რა უნდა, გავგიჟდები, ვერ ვიტან. ისე ვერ ვიტან, რომ ვერ გადმოგცემ. რა გავაკეთო ზეინო? რა უნდა ოზანს ჩემგან? ნახევარი კილო ამიწონე. ვერ ხვდები რა უნდა? უყვარხარ გოგო, უყვარხარ. ანტალიაშიც კი გამოყვა. ოზანისგან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ თქვა რომ არ მოგეწონა. არ მოგატყუებ, მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
თან ისე ეცვა. თავისი პერანგი ჩაიცვა. ლამაზად გამოეწყო. თათბირზე მოვიდა. ნეტავ გენახა როგორ ლაპარაკობდა. ზეინო, რას ვამბობ? რატომ უჭერ მხარს? რატომ ვლაპარაკობთ ამაზე? ხვალ ჩამოვალ და ვილაპარაკოთ. კარგი, სანამ მანთხარ ქალაქით დატკბე. არითი უნდა დავტკბე? დილით მზე იყო, ახლა აცივდა, უცნაური ამინდებია, ვერ გავიგე. ვერ ხვდები შენზე რატომ ბრაზობ? კარგი, ხვალ ჩამოვალ და ვილაპარაკოთ. კარგი, შეხვედრამდე. კოცნი, წავედი. რა? აქ რას აკეთებ? ასე ახლოს რატომ დამიდექი? გამოვიცვალე, მაგრამ თუ გინდა ისევ პერანგს ჩავისვა. როგორც მივხვდი მოგეწონა. ჩემს საუბარს უსმენდი? შემთხვევით გავიგე. ძალიან კარგი. ანუ ისიც გაიგე რომ ვერ გიტან. არა, ეგარ გამიგია, ვერ მოვახსარი. კიდევ კარგი. რაღაც მაინტერესებს. უკვე ხობად გექცა სხვების საუბრის მოსმენა და შენებური დასკვნების გაკეთება, არა? რადგან ცოტა ხნის წინ ამის გამო სხვა გოგოს თხოვე ხელი. ახლა ვის მოიყვან ცოლად? მაპატიოზან, რას ვამბობ? უკვე მოიყვანე ცოლი. დაქორწინებული ხარ? ეს რა? რა? შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. და ნუ მithვალთვალებ. ჩვენ მხოლოდ საქმეზე შეგვიძლია საუბარი და მორჩა. არა. არ გამოვა. რა? არაფერი გამოგივათ. შეუძლებელია. ელიფზე ძალიან ბევრი რამ არიცი ეკო. მაგალითად რა? ბევრი რამ. რა? უმარტო რა ხდება? ხურინავს. ხურინავს ელიფი? ძალიან ხურინავს, საშინელ ხმებს გამოსცემს. ელიფი? ელიფი. არა მომჯერა, ასეთი რამ როგორ შეიძლება? ასეთი პატარა გოგო როგორ უნდა ხურინავდეს? კარგი რა. ხურინავს შვილო. ჩემი შვილია. უსაქმურია. ეს სამარილე უფრო მეტ სარგებას მოგიტანს ვიდრე ეკო. მართლა. კარგი რა დეიდა მენექშე, რას ამბობ? ჩემი თვალით ვხედავ ეკო როგორ მუშაობს ამ კაფისთვის. ძალიან მოსაწყენია. ელიფი. ელიფი ძალიან მოსაწყენი ადამიანია. არ ლაპარაკობს, არ ხუმრობს, არ იცინის. არაფერს აკეთებს, საერთოდ არ მგავს. შემომხედე, ლუნა პარკი ვითვარ. საიდან დამიბერავს ქარი, საწავალ, საწამოვალ. აზრი ყოველ წამს მეცვლება. ჯერ ერთს ვფიქრობ, მერე მეორეს. მერე სხვა რამეს ვაკეთებ. აი ელიფი კი სხვანაირია. ძალიან მომაბეზრებელი ადამიანია. რატომ კარგად ვერთობით? ძალიან ჯიუტი გოგოა. ახმედ. ახმედი ვინ არის? რამდენი რაღაც გითხარი და მარტო ახმედი გაიგე? ვინ არის ახმედი? კაცის სახელია. დავნიშნეთ, როცა პატარა იყო. ასეთი წესი გვაქვს. ვერ დავარღვევთ, თორემ მოგკლავენ. რა გინდა დეიდა მენექშე? უკეთესი რაღაცები მოგეფიქრებინა. რას გულისხმობ? მიზეზებს. უკეთესი მიზეზი გეპოვა. შვილო, რაც არ უნდა გითხრა, მაინც არ გაქვს ცუდი რეაქცია, ვერ გავიგე. არც მექნება. აზრს არ შევიცვლი, რადგან კარგად ვიცნობ ეკოს და ვიცი როგორია. რადგან ასეთი რა? ელიფ, რადგან ასეთი რა? რადგან ასეთი კარგია, ძალიან დავმეგობრდით. დიდი მადლობა ყავისთვის. გემრიელი იყო დეიდა მენექშე. ახლა წავალ. დიდი მადლობა, დროებით. მოყევი. რა გითხრა? ზუმრუდ შენი შვილი ძალიან მიამიტია. ეკოზე ისეთი საშინელებები უთხარი, ჩემი შვილი მე თვითონ შემძულდა, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლებინე. არ მითხრა, ეკოც ასეთია. მართლა, ხომ მიცნობ, ჩემი შვილი დიდად არ მომწონს. ისე დავახასიათე, საერთოდ შემძულდა, მაგრამ ეკოს აზრი არ შეუცვლია. მერე? არ მინდა ავუხძალო. მერე უფრო ჩაიციკლებიან, ამიტომაც არაფერს ვაკეთებ. რა ვქნათ მენექშე? მაშინ სხვა გეგმა გვჭირდება. სხვა გეგმა? მითხარი გისმენ. რა გეგმა გაქვს? როგორ მოვიქცეთ? არ ვიცი. მოვიფიქროთ.
Hoş geldin. წითელი იყოს. Kerim Bey nerede? ბატონი კერემი სად არის? Gelir birazdan. მალე მოვა. Otursana. დაჯექი. İyi bir an მოვიდეს და ჩემს პროექტს გადავაბარებ. შენი წყალობით ყველა გეგმა წყალში ჩამეყარა. ეს რა? Kavga etmeyin. მოდი ცოდაზე არ ვილაპარაკოთ. Ozan, ოზან, sen benim თუ ჩემი hayatımdan ცხოვრებიდან çıkıp წახვალ insan აღარ kavga ვიჩხუბებთ. etmeyeceğiz zaten. Ama sen bunu მაგრამ არ başaramadığın გამოგდის için და ამიტომაც sürekli სულ böyle ასეთ baş başa მდგომარეობაში çalışmak ვიქნებით. zorunda Bu akşam seninle დღეს ჩობს არ ვაპირებ. რაც გინდა ის მითხარი. გეტყვი, Tamam. Gargi, bu arada, o martva ugue, ben ikinci ყველაფერი yemek შევუგვეთეთ. sipariş verdim, haberin olsun. Ben aç değilim, არ yemek მშია. yemeyeceğim. დოსიეს ბატონ კერემს მივცემ და ნომერში ავალ. Peki. კარგი? Yemekler ჯერ gelsin, შეგვეთა karar მოიტანო და verirsin. მე გადაწყვეტე შეჭამ თუ არა. დედას დაეძინა.